Hi, გოგოებო. გავემზადოთ, ჯერ ყავა უნდა დავლიო. გავემზადოთ და წავიდეთ ვокзалზე. მარიკოს დავყიდო შიდა თეთრეული. ფეხზე უნდა ვიყიდო ბაღისთვის გამოსაცვლელი, ჩემთვის უნდა ვიყიდო ბაღისთვის გამოსაცვლელი, ფეხზე რამე ესეთი წვრილმანი რაღაცები უნდა ვიყიდო. ხო და ვიაროთ ერთად ვაიმე და არ შემიძლია საგათიშვილი ვარ. გიждები აი ამ წყლის თუ წყლით ითქვება, არ ვიცი რაღაც მასაჟზე, სველი რო გაქანო კანი და სპეციალური ის რო ვიყიდე, ხო არ იცით რისთვის ვიყიდე. გამოვიყედე ცოტა ხანი და დავდე. Აში ხარჯავს. ასე. მაგრამ წავალ სარეცხო და ავკრიფოთ. მოკლედ მაგისთვის ვერია მოვალე ხაჯერ ყავა და რა თქმა უნდა სასწორზე დადგომა. რამდენი გრამი დავიკელი? წავიდეთ მარიკოს რაღაცები ვუყიდოთ. ხიდზე გადავიდეთ და ჩავიდეთ დაბლა მაღაზიებში. შევიდეთ. არ ვიცი რაც ფეხსაცმელი ვუყიდე მარიკოს, მაგრამ შესაძლოა ქონდეს პატარა. რაც მაჩვენეს იყო ძალიან დიდი, ანუ ზომით რაც მარიკო უნდა ჩაითვასე, მაგრამ იყო ძალიან დიდი, ანუ ვიზუალურად. ხო და დღეს ავუღებ და თუ არ მოერგო, მერე უკან და მოვუტან. წავიღოთ სხვა, ნახოთ, არ ვიცი, თავი არ ეხება. 90 ვარზე ნაკლებად ისეთი მიკროფონი როგორც მე მინდა არ არის. ისეთი როგორც მე მაქვს, ეგეთი არ მინდა, ანუ არ გაეხადა, არ მიღეს მაგაში კიდე ხელხაფულის გადახდა და რომელიც მომწონს კიდე ახლა გავიაროთ მაღაზიებში და ვნახოთ იქაც ფასები, არც იქ არ ეღირება ნაკლები, მაგრამ შევათვალიეროთ, რა ვიცი. მაქვს დრო. მოდი ვნახოთ ახლა რა არის ჩვენი ულტრა. არაფერი, იგივე თითქმის. ჩემი საყვარელი განყოფილება. ნინჯა მიქრის სენდვიჩის აპარატი. სენდვიჩის აპარატები. არ ვიცი რატომ მეგონა რომ აქაც იყო მიკროფონები, მაგრამ მოდი წავიდეთ და
წავიდეთ ზუმში. ვესტელიდან გავუხვიეთ და წავიდეთ ზუმერში. აბა ვნახოთ აქ რა ღირს. ერთი სულ მაქვს ვნახო. 90-ზე ნაკლები არც აქ არ მგონია, მაგრამ მაინც. სამწუხაროდ გული დამწყდა. არ არის. ის რასაც ვეძებთ ის არ არის. ეგეთი ბიუჯეტური ვერსია არ გვაქვს ამ ეტაპზე და აქვთ ბევრად მაღალფასიანი 159 და იმის მაღლა. სამწუხაროდ. ანუ მე როგორც მივხვდი გამოწერით უფრო დაბალ ფასში გამოვიწერ, თუნდაც სხვა ონლაინ მაღაზიებიდან, ვიდრე აქ, იმიტომ რომ ძალიან ძვირიანები აქვთ. გული დამითუთქა. ჩემს მამაც მინახა ბერძნულ საიტებზე და არც იქ არ არის დაბალი ფასი, ასე რომ მე გვენჯობია რომ აქ ვიყიდე ოღონდ მერე, იმიტომ რომ ნუ სადღაც და გათვალო კარგად. სხვა რაღაცა კი ვნახე ის 90 ლარიანი შემიძლია ვიყიდო, მაგრამ აი არ ვიცი რაღაცა გული მეთან აღრებოდა და ვერ გავიგე რატო დაბლა იქ მაღაზიებში, იმიტომ რომ არნაირი გარანტია და რაღაც არ აქვს და რაღაც ეთყობა, მაგიტომ ერთ ადგილას ვნახე შტატივი, უნდა მეყიდა და ეს არისო იხრება რა ყველა მხრიდან და მაგიტომ მომეწონა და ეს არისო იქ მე პატრონე და ჩვენო არ ვიცით ფასებიო. ხო და მივიდეთ იქნებ მივიდა მე პატრონე და ვიყიდოთ, იმიტომ რომ ეგეთი უნდა გამომეწერა და ბარემ აქ ვიყიდი. კიდე შტატივით რომ მიგვა შეიძლება თავი გამიხედოთ ჩემი ოჯახის წევრები. მე რა ვქნა? რას გავს ეს შენობა გავიცებთ. რა ვერ დააყენეს საშველი, რა უბედურებაა. გეწვათ სული წიგნები. აი მე თუ მჯეროდეს რომ მოვედი ხალხო. იოგურტი, ჩემთვის ორი პური ვიყიდა, იმიტომ რომ ნუ აი სადა მაქვს მაგისით რომ ორ დავიჩი ვირბინოთ. ან ახლა სახლის გვერდით რო გქონდეს კიდე ხო და აი ძალიან მეზარება სიმართლე გითხრათ და ამაზე ბევრად დაბალ კალორიულიც არის, მაგრამ დაკეტილია სექტემბრამდე. ხო და ეს წამოვიღე, ამას მაღალი კალორია აქვს, ის რომელსაც აქვს დაბალი და ფაქტურად სასაცილო კალორია ის 3 და რაღაც ღირს კეითით ადრე მე ნახი მაქვს თქვენთვის, ნაჩვენები მაქვს, მაგრამ ევროპროდუქტშია, სხვაგანვე ვერსად ვერ ვნახე ეგ და ახლო ევროპროდუქტი არსად არ არის ჩემთან, არის მეტროდან იქით, ნადავლდების მეტროდან, მე ვაგზლიდან ვიყავი, ამიტომ აი მაგისთვის ნამდვილად გამორიცხულია, რომ მე წამოსულიყავი ამ ხელა გზაზე. და მევლო ეს ვიყიდე, ამას გოგოებო სხვათა შორის აქვს 103 კალორია ჯამრთელობა და ხო და მე ძალიან მიყვარს და ეხლა ქონდათ ფასდაკლება, ოღონდ აი მე ჩამიგდეს ის მესაში ვიდეოში კი ჩანს რა წკირს და წამოვიღე, მე ძალიან მიყვარს და 103 კალორია კიდე ბევრი არაფერი არ არის, სიმართლე გითხრათ, როცა გემრიელად გინდა რაღაც მიირთვა ხო და შევაბრძანოთ მათ სიარში. მანამდე ყავა დუხდება, ძალიან მინდა ყავა. დღეს არის თმის შეღების დღე. ხვალსამსახურში გავდივარ. ხვალ რა ვიცი, მაგრამ მაინც საქმე გვაქვს, მოკლედ ხვალშეკრება გვაქვს. და კვირას ნუ ისედაც ვისვენებთ.
და ასედაც და მე უკვე ორშაბათიდან დაიწყება დილის 7:15-ზე მაღვიძარა და დექი მარიამ წავედი და ჩქარადენი კოთა მაგვიანდეს სახილი. ას გავიდა ის ბედნიერი დღეები, გვიან რომ იმყავდა და ძალიან ჩქარობდი მაინც და სულ მეჩქარებოდა და სულ გადარბენაზე ვიყავი, მაგრამ ნუ ასეთ გადარბენაზე ხარ რო ვიქნები ნამდვილად არ ყოფილა. ბატონო. ხოდა. მე შენქენაც ვალა დედა, მეც რა ხალი გადაწყვეტილებები მიგიღია და ხო, ჩემთვის ვიყიდე ბოტასები. და ასევე სამსახურისთვის ვიყიდე რაღაცა ისეთი მსუბუქები, რომ არ დამიღალოს ფეხი, რაც გარეთ გვაცვია იმით ჯგუფში სიარული აკრძალულია. როცა მხოლოდ რეჟისორის ასისტენტად ვიყავი, მაშინ რაც მეც ვამით დავდიოდი, მაგრამ რადგან ახლა ჯგუფშიც უნდა ვიყო და ისეც უნდა ვიყო და ასეც უნდა ვიყო, ამიტომ აუცილებლად უნდა წავიღო გამოსაცვლელი, ამიტომ დღეს ვიყიდე, ბევრი ბუდიალის თავი არ მქონდა სიმართლე გითხრათ. ეს ბოტასიც რაც ვიყიდე, აი რო ვირბინო, მაგისთვის ვიყიდე, ოდნავ მესქელება, მაგრამ იმ ქალმა რაღა დროს ეკარიო სექტემბერი დაიწყო ბოჭეწვიმები დაიწყება. ხაი მოიცედი ერთ-ორ დღემატ არის მშვიდად. ხოდა უკვე რო ვირბინოთ მაგისთვის გვაქვს ეგ ბოტასი, მე უკვე რამე სხვა იმას ვიყიდე ფეხსაცმლის გაჩვენებთ. ასევე მაწონი და ეს ვიყიდე, ეს ძალიან მომწონდა და ბარემ ვიყიდე 11 და 30. ხოდა იდეალურია იმ რაღაცებისთვის, რისთვისაც მინდა პლასმასები ნელ-ნელა გადავყარო. ხო, ამეჩვენება დამავიწყე გეტრები, დაბალყელიანი. მოკლედ მოვიტანე ლავაში და ძალიან მინდოდა რამე მომემზადებინა. რატო გადავწყვიტე ხამით მეწვალა და სხვა რამით რატო არ გავჭერი, არ ვიცი. რაღაცა მეტი ჩრობაში გადავედი, ეტყობა რა, რატო ვიწვალე ხა. აი მით ბედითო ნერვები მეშლება, მაგრამ ნუ კაი, როგორც არის. მოკლედ, მოვამზადოთ და ჩავყაროთ ყველაფერი, რაც ჩვენ გვიყვარს, მეგობრებო. ხო და მართალია, მაგალითად პომიდორით შეიძლებოდა ხამაში რომ გვეთავსებინა, მაგრამ რატომღაც პომიდორი ცალკე უფრო მომინდა რომ მიმეყოლებინა, ვიდრე ამაში რო ახლა ჩანთლეული. ხო და მოდი ავწონოთ ჩვენი ბებოს ლავაში, რომელსაც საკმაოდ დიდი კალორია აქვს მოგეხსენებათ. 89 გრამი. ავწონოთ ყველი, რომელიც შეადგენს 23 გრამს. ასევე ჩემი სიყვარული, რომელიც შეადგენს 63 გრამს. აქ არც კეჩუპი გამიკეთებია, არაფერი, არც მიწვალია, უბრალოდ რა ინგრედიენტიც მინდოდა ერთმანეთს დავაყარე, კი ხედავთ, მხოლოდ 2 ინგრედიენტია და მეტი არაფერი. მაგრამ მე არ მიყვარს სამწუხაროდ, როცა ძალიან ბევრი რამე ირევა ერთმანეთში. რაღაცა ვერ შევიყვარე ვერაფრით, გოგოებო. თან ვიყავი მთელი დღეს უჭმელი, იმიტომ რომ წასული ვიყავი, მარიკოს რაღაცები შეუძინე და არ მინდოდა სააცხობის საკვები მიმეღო. ხო და ამიტომ გადავწყვიტე რომ რამე ისეთი ნოყიერი გამეკეთებინა და ჩემთვის ეს საკმაოდ ნოყიერი ხარ რო გითხრათ რომ ვაიმე გავს კუდი და ვეღარ ვსუნთქავდი მოგატყუებთ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში დანაყრებულად ნამდვილად გრძნობ თავს. იმიტომ რომ რეალურად არც ისე ცოტა არასაც თქვენ ახლა ხედავთ. აქ გადაწყვიტა მეუღლემ რომ თავადაც დაეგემოვნებინა ხო და ავუწყოთ. ნუ მე მითხრა რომ ბარემ პომიდორით გაგეკეთებინაო და უკვე გვიანი იყო, ვეღარ ჩავამატებდი, იმიტომ უკვე ტოსტერში იყო მოთავსებული. აქ გავუხეხე, ჩემთვის დამეზარა და მისთვის არ დამზარებია. გავუხეხოთ იმერული ყველი, რომელსაც აქვს 240 კალორია, მეგობრებო, 100 გრამზე. ხო, მე დიდათ არც კეჩუპით არ მიყვარს, სიმართლე გითხრათ, ამიტომ არც ჩემსას არასხია. დავასხი უფრო სწორად. ხო, არ ვიცი, რაღაცა უცნაური ის მჭირს ხოლმე.
მე კიდე დავუმატე, უბრალოდ აქ აღარ გამომიჩენი, არ გადამიღია უფრო სწორად. აი ეს რასაც ხედავთ, აი ეს ზომა ეტება ჩემს ტოსტერში, რომელიც შევიძინე და ჩემ თქმა უნდა აბსოლუტურად საკმარისიაო. პომიდორი 82 გრამი გოგოებო. მოვათავსოთ ჩემი კუსკუსები. ეს ჩემი მეუღლის გახლავთ, ძალიან გახმობამდე არ მიყვავს, იმიტომ რომ არ უყვარს ძალიან გადამხმარი. მე ყველანაირი მიყვარს სიმართლე რო გითხრათ. ვუალა. ძალიან კარგად გამოიყურება. დავაგემოვნოთ გადასარევი. ძალიან გემრიელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინგრედიენტი არ იყო აზელილი ერთმანეთში, ჩემთვის აბსოლუტურად საკმარის იყო ის, რაც იყო გარეული და ყველი ეწელებოდა სასწაულად, იმიტომ რომ ჩემი დედამთილის გაკეთებული ყველია და ძალიან გემრიელია. ეს კი ჩემი სადილის კალორია, რაც მივირთვი. მოკლედ, ის მოვიცალო დამჯდარიყავი გოგოებო. რა მინდოდა მეთქვა, არ ვიცი ხალხო ზუმერში მიკროფონის ფასებს ისი აქვს გაფრენილი, რომ გონი ვეღარ დავეწევით. უკიდე განოძვირია და რაც რავი რაღაცა ზედმეტად გაბერილი ფასები მომეჩვენა, რატომღაც, აი არ ვიცი. სხვაგან ბევრად დაბალი ფასია, აი რომ დაუშვათ გამოვიწერო და ვფიქრობ, რომ ალბათ გამოვიწერ და აი რა ვიცი, უფრო დაბალი ფასი გამოდის, ვიდრე ну, მოკლედ, ძალიან მაღალი ფასები დამხვდა. ის ბიუჯეტურები აღარ იყო. ბიუჯეტური რა შედარებით დაბალი ფასი, ვიდრე ხა 250-ია. მერე წამოვედი მეთქი შტატივს ვიყიდიდი, თემოზეც ვნახე ეგ და მეთქი ბარემ აქაც არის და აქ ვიყიდო თქო და ფასი არ იცოდნენ, არ იყო კონსულტანტი, მერე რეკავდა, მერე ვერ გავიდნენ ხაზი და კაი მეთქი სხვა რამეს ვიყიდე და მოვბრუნდები და იქნებ იქამდე დაუკავშირდე თქო და მოკლედ საერთოდ დაკეტილი დამხვდა, მერე მაღაზია და ვერ გავიგე, ასე რომ შტატივის გარეშეც დავრჩი. იმ შტატივის რა რომელიც მინდოდა. გამოვიარე და მარიკოს ვუყიდე, გამოსაცვლელები ბაღისათვის, როგორც იცით, ბაღში იცვლიან, ბავშვები ფეხზე რა თქმა უნდა. კროქსები არ მინდოდა, რატომაც ხალხო მგონია, რომ ეხარშებათ ბავშვებს ფეხები მრეზინებში, არა და არა, მთელ მსოფლიოს ეგაცვია, მაგრამ მარიკოსაც ეგაცვია სახლში, მაგრამ აი ბაღშიც აღარ მინდა ეგეცვას. აქ ვერ გადავყარე, ძალიან უყვარს ეგენი და ვფიქრობ, რომ უკვე თან გრილდება ნელ-ნელა, მალე აგვიგრილდება, ხო და ბარემ ვუყიდე და გადაირია ისე მოიწონა და ეს ზომა რომელსაც ვეჭობდით, რომ ვაიმე დიდი ხო არ ექნება, ესა ბოდიში პატარა ხო არ ექნება თქო და ძალიან ისე ვიყავი, აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად აქვს. ხო და მოკლედ ამივეცი 15 ლარი. რა თქმა უნდა, დედასაც ხონდა ფეხზე გამოსაცვლელი. მინდოდა რამე მსუბუქი, იმიტომ რომ ისედაც ხშირ შემთხვევაში ფეხზე ხარ ხო და კიდე მძიმე ფეხსაცმელი, ნუ აუტანელი იქნებოდა. ცოტა მაღლები მინდოდა, ოდნავ მაღლები, მაგრამ ოდნავ მაღლები უკვე ძალიან მძიმე იყო და ანუ მაგიტო არ ვიყიდე. და ვიყიდე აი ეს მოდელები, რომელშიც გადავიხადე ფასდაკლებით, კი არა და ხო, პრინციპში ფასდაკლებით მოცა 30 იღირსო და 20 გამომატანა. ძალიან მსუბუქია, კარგად დრეკადი. ხო და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ კარგად უნდა გამოვიყენო ყოველ შემთხვევაში, ამის ეჭვი მაქვს, რომ კარგად უნდა გამოვიყენო, აი არ ვიცი. ფეხზე ძალიან მსუბუქია, რაც ვთავარია. ნუ უფრო მაღალი მინდოდა, მაგრამ რას ვიზამთ? ეს გახლავთ ხალხო 39 ზომა. მე მაქვს 37.5 და მითხრა, რომ არის ნერვიული, ხშირ შემთხვევაში ზომაზე სხვადასხვა ისინიაო და რეალურად ეხა სხვა 39 რო გავიზომე, მე და ჩემი ქმარი ერთად ჩავეტეოდით და ესენი რაღაცა სხვადასხვა ზომები აღმოჩნდა, ასე რომ ზომაზე არ მიდის, ამიტომ შევარჩიეთ აი ეს მოდელი. ასე და ეხა იქ საგლიჯინოც ძვირიანის ყიდოს არც ვაპირებთ მართლა გითხრათ. შემდეგი აი რო ჩაიცვამ და ირბენ ისეთი მოდელი ვიყიდე და ესეც მინდოდა ცოტა ქუსლით და ზუსტად ეგეთი ვიყიდე, ქუსლით ან ძირით უკაცრავად და ზუსტად ეგეთი ვიყიდე, იმიტომ რომ
რაღაცა დაბალიო ვარ და იქ ძალიან ესეთებით გარეთ არ მიყვარს სიარული. მიყვარს ცოტა რომ ოდნავ აქვს ძირი ქუსლინების მერი რა. ეხლა მთლად ესეც არ მიყვარს სიმართლე გითხრათ, ფეხზე დიდი ქუსლით რო დადიან, მაგრამ ეს არ არის ამ სიმაღლე. ხო და აი ეს მოდელი შევარჩიე 30 ლარი. ცოტა რომ კიდე აგრილდება, ალბათ სექტემბრის ბოლოსკენ უკვე სხვა ფეხსაცმელს ვიყიდი. აშივე ჯერ არც ვიყიდო. აი არ ვიცი, ნახოთ რა მინდები წავა მოკლედ. თუმცა ეს ხა წვიმა ქარი თოვლი ყოველფერში ჩაიცმევა, რა თქმა უნდა. ხო და აქ რა თქმა უნდა ეს ნაჩვენები იმასთან შესაძლოა შიგნით ჩავა არის დაცული. ამოვალაგოთ ეს რაღაცეები. ხო და თითქოს მესქელა, მაგრამ მან რაღა დროს ეგარი აციდება, სექტემბერი დაიწყო, იწყებაო. ხო და მოკლედ აი ესენი თან ნეიტრალური ფერი მინდოდა რაღაცნაირი ეგეთი. ხო და აგერ ბატონო ვფიქრობ, რომ ნეიტრალური ფერია. 30 ლარი. ესენი ნაკავში გადავყაროთ. ბალიშები დავრეცხე. და ერთ შევატყე რომ რაღაც არ გამოვიდა, არ ვიცი, მარიკომ რა წაუსვა ტურცაცხიანი ტუჩით დაადო ზემოდან ანიტამ ჩამოუტანა ძალიან საყვარელი ფულა არის და შარშან ხო და მეც გადასარევად მიდევს თავი, როცა იტალიელს უყურებ რაღაც და ხელახლა შევაგდე, ოღონდ გამათეთრებლები და რაღაცები დავასხი, რომ იქნებ რამენაირად ამოიყვანოს, რავი რა, ვერ გავიგე მოკლედ და ასე რომ ეს იყო დღევანდელი ჩვენი შენაძენები. რაც სასწრაფოდ მესაჭიროებოდა, ანუ ეგენი. კი ბატონო, მაღლების მეტი რა მიყრია, მაგრამ აი იმ მაღლებით ახლა მართლა მარიკოსთან ერთად უკვე ძალიან ის არის, რა ქვია, შეიძლება გავაფრინო, უკვე ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ ახლა იქიდან ხან უნდა დაეძინოს ხან და არაკომფორტული იქნება და ძალიან დამღლელი. ამიტომ ქუსლებით და კაკუნებით ვერ ვივლი ვერაფრით. ახლა უკვე მარიკოთი უნდა ვიარო. ამიტომ ეს არის იდეალური, რასაც ამიტომ გამოვიყენებ. ასევე ესეც. ხო, ეს უნდა წავიღოთ სამსახურში, ხვალ რადგან სამსახურში გავდივარ. რაღაც საქმეა მოკლედ და მაგიტო გავდივარ, ვიკრიბებით ყველა. ამიტომ გადავწყვიტე გოგოებო, რომ ბარემ წავიღო ყველაფერი, რასაც ბაღში ვტოვებ. ესენი მარიკოს ერთი ხელი გამოსაცვლელი, რა თქმა უნდა, და ვიცი, ზოგადად არ ჭირდება ხოლმე, მაგრამ ასე ვამბობ და მე ეს უცებ დაჭირვებია, რომ მე თვითონ შოკში ვიყავი. ხო და სულ თავი ბოლო ორჯერ დაჭირდა წლების მანძილზე, მაგრამ მოდი წავიღოთ და დავტოვოთ, იმიტომ რომ წესი ასეთია. რა იცი რა ხდება ბავშვია, ან არ გადაისხას რამე ან რაღაც და უნდა იყოს აუცილებლად ერთი გამოსაცვლელი. ასე რომ ნელ-ნელა ჩავაბარგებ ამას და ორშაბათს რო არ ვიცვალო ბავშვით და ბარგით, გადავწყვიტე რომ ხვალვე წავიღო ყველაფერი. ესენი ყავის ჭიქა იქ მაქვს და ვფიქრობ გოგოებო, უნალეკოს რო სვამდი ხოლმე რძიანს, მაგაზე ვიყავი შემჯდარი ერთი პერიოდი, თანამშრომელმა შეცვა და რაღაცა მაგარი გემოაქვს ძალიან და სულ იმას ვიყენებდი და მე ცოტა კუჭი ამატკია. ხო და როგორც მითხეს, ეგ ატკიებსო, ხო და ნალიქენი ყავა უნდა წავიღო, მოკლედ ხვალ არ მინდა. მე უნდა გავიყოლო, იმიტომ რომ იმდენად ადრე უნდა გავიდე აქედან, სახლა ეს ადრე უნდა ავდგე და სანამ წყალს გადავივლებ და სანამ მოვემზადები რეალურად მაგდენით რო არ მექნება, მე არ მიყვარს ჩქარა ყავის მაი ჩაი სავით რო გადავკრა და გავიქცი, ანუ დისკომფორტს მიქმნის ესე ჩქარი დალევა და არ მსიამდეს ვერ ვირგებ ყავას, მე მიყვარს დავჭდები და წყნარად დავლევ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სამსახურისთვის უკვე დრო არის ნალექიანი ყავა მოვიმარჯო და შესვენების დროს დაიმედე დავჩხლები როგორ მტყდება ღმერთო ნულის დაბლა მაქვს, ანუ ისე დღეში მაქვს. ხო და ერთი დალევა იქ მომიწევს, მოკლედ მაგას გულისხმობდი, რომ მოვალ ეგრევე ყავა, აი ეგრევე ყავა და დაძინებისას ყავა, სამი ყავა მაინც გამომივა. და ერთი პერიოდი იქ საერთოდ არ ვსვამდი, შებარც დაბლიო იცი, არ ვიცი. ეგრევე ამბობ ხოლმე, მაგრამ მე ავკრძალე რაღაცნაირად იქ დალევა.
და გამომივა 2 რომ მოვალ და სხვათა შორის მასე უფრო გემრიელად ვსვამდი ხოლმე, ისე გემრიელად ვსვამდი რომ მოვიდოდი და მაშინ იყო ხოლმე პირველი ჭიქაი, გეგონება რა არ ვიცი, რაღაც არა ქვეყნიურად მინდოდა ყავა და გრძნობდი რომ ყავის შემცირება ძალიან მარგო, ასე ვთქვათ რა. ხო და შეიძლება ეგრეც ვქნა, ხა თუ ძალიან მომიდა, რა თქმა უნდა, იქაც დავლევ ჭიქა მაქვს. წყლის ბოთლი. უი, დედა, რამ გამთიშა ღმერთო. მარიკოს წყლის ბოთლი. აი მეთქი რა მავიწყდება, რა და აი ეგ. თუმცა მარიკოს წყლის ბოთლი, ანიტას დარჩა აქ წყლის ბოთლი, მოიცე გაჩვენოთ. წყალი ქონდა ავსებული ანიტას, საერთოდ არც კი გამოუყენებია ბავშვს, უბრალოდ იყიდა, მე მგონი მე მილიონი იმდენი აქ ათენში რო აი არ ვიციო დედამისმა და რაღაც უნდაო, მაგრამ ჰა, ჩემი არ იყოს წყლის ბოთლებს ყიდულობს ეგეც. ხო და კაი დიდია, მაგრამ რა ვიცი, წავუღებ. ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. ვოლა. ხო და ესე ხო წავუღებ და იქედება და გამოუღებენ და ეს იმდხელა რომ მე მგონი ერთ-ერთი ეგ იქნება, ვისაც თავის სიგრძეზე გრძნის რა ქვია, გრძელი ბოთლი აქვს. ამიტომ მაგრამ სიმართლე გითხრათ ეს ჩემთვის უფრო გამოსაყენებელია. დიდი. მე ხوار გამოვიყენო იქ ხალხო და მაგას პატარა ვყიდო, მაგრამ არა წავუღებ მარიკოს. ჩემთვის რო გავივლუნა ვიყიდო ხო, მართლა არ დამავიწყდეს ბოთლი. მოკლედ დიდი მზადება გვაქვს როგორც ხედავთ, თუმცა სახელმწიფო ბაღში ჯერ არ გადავსულ ვარ, როდის თუ გადავსულიყავი არ მუშაობდა. და არ დავკონტაქტები ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ კერძოში გადამყავს მარიკო და არ არის გამორიცხული, ზუსტად 100%-ით არ ვიცი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მე სახელმწიფოში მოგვიწიოს გადმოსვლა რამდენიმე თვეში, 4 თვე იქნება თუ 6 თვე, არ ვიცი, მაგრამ ნუ მოგვიწევს. ამიტომ გოგოებო რანაირად ანუ ყველა ვარეჯი გარიცხავენ ალბათ, ხო, ხარასიზავენ, აბა არ დადის, არ იulis ბავშვი, ხო? ხო და აღდგენა მე რამდენად შესაძლებელია ჩახედული ხართ ამ ბავშვი გთხოვთ რომ რაღაცნაირად დამაკვალიანოთ როგორ ხდება ეს ამბავი, იმიტომ რომ 6 თვე იქნება თუ 1 წელი სავარაუდოდ მე უნდა გადმოვიყვანე ისევ სახელმწიფოში რაღაცა მიზეზების გამო ამას მე ერთად ნახავთ თუ დადგება ეგ დღეები ხო და არ ვიცი მოკლედ რა შეიძლება არც მოუწიოს გადმოსვლა შეიძლება მოუწიოს უკან ძალიან ენატრება სხვათა შორის ეს თავისი ბაღი აი ძალიან და მასწავლებელი ენატრება სასწაულად. დარწმუნებული ვარ რომ იქაც იდეალურად მიეჩვევა, სადაც მიდის, იმიტომ რომ იქ დადიოდა მშვენივრად ჩადის კაი ბოთლი. იქ დადიოდა და გადასარავად მიჩვეულია, მაგრამ აი რაღაცა ეს ძალიან ენატრება და არ მინდა რომ გადავიყვანო ვაჩვენო, მე არ მინდა რომ ინერვიოს. ამბები. თმა უნდა შევიღებო და ვწელავ დროს და ვისველოდები ვინ შემიღებას ხო არ იცით, უბრალოდ თვე ნახევარია დავასვენეთ მები გოგოებო. ცოტა შეება მეტი, 2 თვე არ არის, მაგრამ არც არაფერი უკლია. დავასვენე, არ შევიღებე და სადმე თუ გავდიოდი ჭაღარის პუდრს ვიყენებდი. როგორც ხედავთ ხარ ჩანს ჭაღარა, ეგრე ალაგ-ალაგ გადავის უბრალოდ გარბოდი. და უნდა შევიღებო აუცილებლად დღეს შევიღებო ბარემ რომ შაბათისთვის უკვე აი ზედმეტი რაც მექნება კი ვაზელინის ვისვამ ხოლმე გოგოებო აი გირჩევთ რომ ვაზელინი ყველგან წაისვათ რომ მე რომ მოიწმეთ გაცილდება მარტივად მაგრამ მაინც არის ხოლმე რომ აი თითქოს ისე მაქვს აი ეხა შეიღებე რომ გატყობე ხო ხვდები არ მიყვარს გივერ ვიტა და არ და ნუ მიტყობა ხოლმე რაღაცნაირად მაქვს რამდენიმე დღე ხო და შაბათი კვირა მაგისთვის გამოვიყენებ რომ ცოტა გადავიდეს ეს ზედმეტი რაღაცები შაბათ კვირას. წავედი ხა თმა უნდა შევიღებო გემშვიდობებით. ხოლამდე ბაი. უი აქვე. სანამ დამავიწყდა. გოგოებო რა შეეხება ჩემს მეორე არხს. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი საერთოდ. აი როგორ გითხრათ რა ვიცი. მაგრამ იდეის დონეზე და დატესტვის დონეზე რა თქმა უნდა არის და არც დამიმალავს, არც ვაპირებ მაგის დამალვას.
რაც საინტერესო კონტენტს ველოდებოდიო რომ დამიწერეთ, აბსოლუტურად მესმის თქვენი, ანუ ძალიან კარგად მესმის. უბრალოდ ძალიან მინდა რომ სწორად გაიგოთ, რასაც ხა ვიტყვი. მაგალითად ბიზნესიო, ხო, რომ მითხარით დაიწყებდიო. აი, უბრალოდ მაინტერესებს რომელ ბიზნესზე მელაპარაკებით, რა უნდა დავიწყო. ხა რა ბიზნესში მე ვარ ჩახედული, გეხვეწებით, ხაზე ბიზნესის ისინი ვატარო, რა ქვია, ბლოგები, ხო, ეხა რამე რო დავიწყო მე ბიზნესი, ანუ აი რა დავიწყო ახლა. ანუ ვინც ბლოგებს უყურებთ, ძალიან მარტივად მიხვდებით, რომ ასეთ კონტენტს არ დავიწყებდი, იმიტომ რომ არაფერს არ ვაპირებ ამ ეტაპზე და ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ხო, მე რასაც ვფიქრობ. ისიც გასაგებია, რომ თქვათ ეგრეთ წოდებული მუკბანგი აზმერით თუ ჩურჩულის გარშეც გამაღიზიანებელია ბევრისთვის, მაგრამ მოდით შევთანხმდეთ, რომ ყურებადია ძალიან. ძალიან ყურებადია და ყურებადობას მოყავს აუდიტორია და აუდიტორიას შემოსავალი. თქვათ ის რაც გაინტერესებთ ხო და რისთვისაც შემოდიხართ და დოდონას რთავთ, მე ხო აქ ვარ და არსად არ მივიდიო და ეს ლოგები ხო სულ იქნება ისედაც, მაგრამ თუნდაც კვირაში ერთხელ რო დაიდოს აზმერის ვიდეო, თუნდაც მუკბანგების ვიდეო რო დავიწყო, აი ვიდეოები, მუკბანგები, აი არიან ადამიანები, ვისაც უყვარს ხალხო და გიждდებიან. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი რამ. როგორ გითხრათ, აი არ ვიცი, ძალიან ჩვეულებრივი რამ არის მოკლედ, მთელი მსოფლიო დაკავებულია ამით. ჩვენ ხო ვიცით ეს. მეც მაგიზიანებს ბევრის ჭამის მანერა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვისაც მეც ვუყურებ, უცხოელებს, რამდენიმეს ძალიან აქტიურად ვუყურებ, როცა შემხვდება ხოლმე, აუცილებლად ახანდახან მომიძებნია კიდეც არის ეგეთ შემთხვევები და იყურებია, ოღონდ მთლიანი არ შემიძლია, ესე გადახოვებით თუ ვუყურებ, მთლიანს ვერ ვუყურებ. რა თქმა უნდა, იმდენს რამდენსაც ეგენი ჭამენ, ხა მაგის ჭამას არც ვაპირებ და სულ არ ვაპირებ, რაღაცა კვებითი აშლობე დავიმართო და ასმაგი რაღაცები მივირთო, თუმცა კვირაში ერთხელ ვფიქრობ, რომ აზმერში შეიძლება გაკეთდეს. თუმცა აზმერი მხოლოდ ანიშნავს ხო კვებას, რომ აი კვება უნდა გაყურებინოთ. არა. არის რაღაცებს კითხულობენ, რაღაცა გამოკითხები, ანუ მილიონი რაღაც შეიძლება მოიფიქრო რა. თუმცა ყველაზე მეტი კიდევ ვიმეორებ, ნახვები აქვს კვებას, ჭამის ვიდეოებს. სხვა იდეები რაც მე მაქვს და ძალიან კარგი რაღაც იდეები რაც მაქვს, სამწუხაროდ ის ყურებადე ვერ იქნება. ვერ იქნება. იმიტომ რომ ხო ვიცი რას უყურებს გარკვეული ნაწილი. და ნახეთ შემოსავალის გაზრდა თუ გინდა, ისეთი რამ უნდა დაიწყო, რასაც იცი რომ ანუ აი მაგ რაღაცებს ახალ ხო არ მოდის აუდიტორია რა. ჩვენ ხო ეს კარგად ვიცით. ძალიან კარგად ვიცით. რას ემსახურება ეს ჭამა, რო დაჯდებით ჭამთ და ასე შემდეგ, ამაზე ხა გეხვეწებით, გონი მსოფლიო ვიცით ეს რასაც ემსახურება. ძალიან კარგად ვიცით. შეიძლება გაღიზიანებს ერთია, მაგრამ ნუ 100-ია. ეხა ამაზეა უკვე აწყობილი მთელი ინტერნეტ სივრცე. ის ყოველდღიურ ვლოგები, რასაც თქვენ უყურებთ, ეს რა თქმა უნდა ისედაც იქნება, მაგრამ კვირაში ერთხელ სულ არ დავდო მაგალითად არანაირი ისეთი ვიდეო, რამეზე ვილაპარაკო, ვიჩურჩულო, კვების ვიდეო იყოს, ჭამის ვიდეო იყოს, ნუ კაი ჭამის ვიდეო იყოს. კვირაში ერთხელ. ამას უყურებს ხალხი, ხალხო, ამას უყურებს უფრო მეტი აუდიტორია უყურებს ამას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს 100-ია. და ჭამის კომპლექსზე მე თქვენ გითხარით რომ მაქვს, თუმცა შევეცდები რომ გადავლახო და ხო, შევეცდები. როცა რაღაცნაირად თბილად დამიწერთ, რომ მაგალითად გვანცა ეს რაღაცა მე არ მომწონს, მაგრამ ნუ მოკლედ გავიგებ, მაგრამ როცა აი რაც აგდებულად მომწერს ადამიანი იმაზე თუ რაღაცას აპირებო, ჯერ არც გადაწყვეტილი არ არის 100% და არც არხის ლინკი დამიდია და არაფერი და უკვე რაღაცა ცოტა ისეთი წინაღობა გხვდება, ცოტა არასასიამოვნოდ დაწერილი ტექსტი, ამაზე რა თქმა უნდა მეც მაქვს გართულება და ყველა ადამიანს გვაქვს. ამიტომ რა იდეებიც მაქვს, იმას სამწუხაროდ შემოსავალი არ მოაქვს.
და არც ის არ არის მარტივი კამერასთან აზმერით ჭამა და ზოგადად ჭამა არ არის მარტივი, მოდი ასე ვთქვათ, კამერას. ახლა ვისთვის როგორ ჩემთვის ნამდვილად არ არის დისკომფორტი მაქვს. ხა ვიღაცისთვის შეება არის. არ ვიცი, ვერ გეტყვით. მიჩვევა არის, მოდი ასე ვთქვათ რა, მიჩვევა არის. მთლიანი სახე არ იქნება გამოჩენილი. ძალიან მომწონს, როცა ნახევრად დაფარული სახით ხდება ჭამის ვიდეოები და აზმერი ვიდეოები განსაკუთრებით, მაგას უფრო ვუყურებ ხოლმე მე პირადად. თუმცა ისიც მესმის, ვინც არ უყურებთ. აბსოლუტურად მაგის იმას რა უნდა, ხო? ისევე როგორც აქ მე ძალიან ბევრს არ ვუყურებ. არც ვიცნობ პირადად, მაგრამ ან რაღაც არ მომწონს, ან უბრალოდ არ ვუყურებ, ან დრო არ მაქვს, ბევრი მიზეზი არსებობს, ხო? რა თქმა უნდა, იმისთვის მზად ვარ, რომ უამრავი ადამიანი სალანძღავი დიდი ტექსტებით იქნება და ეს ყველას ყავს, ხო, იმხელა აუდიტორია გოგონა, რომელსაც მე ვუყურებ და ნუ გიჟდები სასწაულად მაგარ ვიდეოებს დებს თუმცა დისკომფორტი ხო გაქვს თან რო უყურებ ამ ჭამის ძალიან იტენის, მაგრამ ეგ არის რეალურად, რასაც ეგ ქმნის და 14 მილიონი გამომწერი ყავს თუ რაღაც, ნუ აი საგიჟეთი აქვს და კომენტარებს რო გადავხედავ, ეხლა მე რა უნდა გავიგო იმ ენაზე, გეხოწების რაღაცა ინდურ ენაზე და რაღაცა ტაჯიკურებზე და იმაშები ხოლმე თარგმანს რო ვაწვევი, იცით რამდენი ჰეითი ყავთ? ძალიან ბევრი, მაგრამ უკაცრავად თავის საქმეს აკეთებს და თავისას ბოდიში, მაგრამ ისწორებს და ეხლა იმ ჰეითითაც შემოსავალი აქვს რა რეალურად რო უყურებს ის ჰეითიც. ასე რომ არ ვიცი აი როგორ აკიხსნათ რა. დღესდღეობით ყველა და ყველაფერი გადასულია გამომუშავებაზე. მაქვს მე ჩემი გამომუშავება ამ არხზე, იცი თქვენ, თუმცა იმდენი და ისე ხშირად არ რომ ამის იმედად ვიცხოვ, რომ ბუნებრივია, ყოველთვიური რო იყოს კიდე, ნუ ხო ჯანდაბას, მაგრამ არ არის ჯერ მაგ-მაგ-მაზე არხი მისული აქ დღემდე. ხან უახლოვდება ხოლმე, მაგრამ ნაკლდება. და ვაიმე და რაღაცას ვიგლეჯ. ხო, ზოდონას ბლოგს რაც შეეხება. თქვენ იცით, რომ Facebook-ზე მონეტიზაცია არ ხდება, თუმცა იქიდანაც მაქვს გარკვეული შემოსავალი რეკლამებით. მაგრამ ეს არ არის საკმარისი და შეიძლება რომ რაღაც ახალი დაიწყო. თუნდაც იყოს ჰეითი დაიწყე რა, ანუ იქნებ ჰეითი უკეთესად მუშაობს შენთვის და ჩვენ არაერთხელ გვინახავს კიდევ ერთხელ მეორე მილიონობით გამომწერი ყავდა იმდენი ჰეითი რო ვერც დავითული, მაგრამ თავის საქმეს აკეთებე რა. სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს იდეებს, რა კონტენტს დაიწყებდით ჩემს ადგილას. მე თქვენ უკვე კარგად მიცნობთ, მეტნაკლებად და იცით ასე თუ ჩემი რაღაცა შეხედულებები და ასე შემდეგ. აი თქვენი აზრით რომელ კონტენტს მირჩევდით, რომ დამეწყო მაგალითად? აი ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. გითხოვთ დამიწეროთ თქვენი რაღაცა შეხედულება, რა კონტენტს დაიწყებდით ჩემს ადგილას, რომ იყოთ, ნუ ყოველდღიურ ვლოგებს არ ვეხებით, სხვა არხზეა საუბარი. ძალიან საინტერესო იქნება და ველოდები თქვენს ასე ვთქვათ, პასუხებს. წავედი ახლა, თორე დამჭით მაშინ სახით. დროებით.